ილამშვიდობის მათ ვინც ახლა შემოგვიერთდა დაგიბრუნდით პირდაპირ და ფრიად საინტერესო თემით რომელიც კამერებს მიღვა ჩვენ უკვე მიმოვიხილეთ და ვერ მოვითმინეთ მარიამ ბუკია გვერდდება სტუდიაში მოგესალმებით მარიამ მადლობა ამ არაჩვეულებრივი თემისთვის მოგესალმებით მართლა საინტერესო თემა ავარჩიეთ და სასაუბრო და კითხვა ძალიან ბევრია და დაინტერესებს არა მხოლოდ ბავშვებს არამედ ზრდასრულებსაც მე ვიტყოდი ნამდვილად ძალიან წარუმატებლობის შიშზე, რომელიც ერთგვარად ძალიან ფართო მასებში გვხვდება ხოლმე და შესაძლოა რომ გვხვდებოდეს პროფესიული არჩევანის დროს, ყოველდღიურ ცხოვრებაში და ეს შიში შემდგომ მართავს ჩვენს გადაწყვეტილებებს და ჩვენ განწყობაზე ძალიან მოქმედებს ხოლმე. მოკლედ, როგორ მართოთ? მნიშვნელოვანია როგორ ვუმკლავდებით ამას ბავშვობიდან და ახლა სტუმართან ერთად ამას განვიხილოთ, იმიტომ რომ სასრულ ასაკშიც მიყვება ის ტენდენცია, რა ტენდენციაც ბავშვობიდან გვხვდება. და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როგორ მართოთ ეს შიში და ამაში დაგვეხმარება ჩვენი სტუმარი ფსიქოლოგი სოფო მუსიაშვილი ძალიან დიდი მადლობა მოკლედ ხშირად ხვდებით ხოლმე ამ ტერმინს წარუმატებლობის შიში აი რო გითხრათ რა არის ეს მდგომარეობა და როგორ უნდა მივხვდეთ რომ აი ეს შიში უკვე მართავს ჩვენს გადაწყვეტილებებს პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია რომ ზოგადად ყველანაირი შიში მივიღოთ ისე თითქოს არის ჩვენი მეგობარი და არა ჩვენი მტერი ხო იმიტომ რომ ჩვენ ეს ყველაფერი გვზრდის და გვანვითარებს ახლა როგორ შევხედოთ ამ ყველაფერს ცოტა სხვა რაკურსით აქედან დავიწყოთ იმიტომ რომ მშობლებით ძალიან ესე შეცვებიან ხოლმე უცებ ესეთი სიტუაციების წინაშე რომ დადგებიან და არიციან როგორ მიუდგნენ ბავშვებს მოდით სულ თავიდან რომ დავიწყოთ, განვიხილოთ ბავშვების მდგომარეობა, როდესაც რაღაც კონკრეტული აბრკოლებთ, ხო? არ შეუძლიათ ნაბიჯის გადადგმა, იმიტომ რომ შეიძლება ერთხელ ცადეს და ჩვენი რეაქციიდან გამომდინარე, გამოიტანეს დასკვნა, რომ მეორედ აღარ ხირს ცდად, ხო? იმიტომ რომ ჩვენი რეაქცია იყო გადაჭარბებული. ან შესაძლებელია მეგობარს შევადარეთ და მან ჩათვალა რომ მე ესე იგი ცუდი ვარ და ჩემი მეგობარი უკეთესად აკეთებს ამ ყველაფერს, ხო? ამიტომ ამ ყველაფერს ბავშვები ესე კრიფავენ და სათავისოდ ფუთავენ ისე რომ აგრესია უჩნდებათ. რასაკვირველია, აგრესიაც უჩნდებათ და შედარება ძალიან ისეთი მტკივნეულია ბავშვებისთვის, იმიტომ რომ ხვდება, რა თქმა უნდა, ერთნაირი ტემპერამენტი არ გვაქვს, ხო, ადამიანებს და ბავშვებს განსაკუთრებით. ყველას აქვს თავისი ხასიათი და ის თვისებები, რაც შეუძლია რომ უფრო მეტად გამოავლინოს. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ აქ ვიცოდეთ, როგორ მივუდგეთ ჩვენს შვილს. ხო, ყველამ ჩვენი შვილიდან დავიწყოთ, რადგან ჩვენ ვიცით, ხუთი თითივით ვიცნობთ თქო, ვამბობთ ჩვენს ბავშვებს. შეიძლება არ არის ასე. რასაკვირველია, შეიძლება ესე არ არის, მაგრამ გვინდა რომ მაქსიმალურად გვერდში ვედგეთ, ხო, ყოველთვის და ამას ვცდილობთ. აი მე მაგალითად მახსენდება ჩემი შვილი, როდესაც პატარა იყო, კუბიკებს რომ აწყობდა, ძალიან მალე ბრაზდებოდა, როცა ეშლებოდა და მეც რა თქმა უნდა მასთან ერთად ვთამაშობდი და მე რა ესეთი რაღაც ვიფიქრე, რომ მოდი მეც მასთან ერთად აი დამეშალოს ეს კუბიკები და მეც ვქონდეს რაღაც კონკრეტული რეაქცია, რომ მიხვდეს, რომ მხოლოდ მას არ ეშლება. და ძალიან ხშირად ასევე ვეუბნები ხოლმე, რომ აი რაღაც კონკრეტულზე მე არ მაქვს პასუხი. და მოდი ერთად მოვიძიოთ ამაზე, ხო? რაღაც კონკრეტული პასუხი, იმიტომ რომ ბავშვმა არ უნდა იფიქროს, რომ შენ ხარ იდეალური, შენ ყველაფერი იცი და მან არაფერი, ხო? და შემთხვევაშიც ესე არის ხოლმე, რაღაცა კერპად ყავთ ხოლმე მოსწავლეებს და გონიათ, რომ მასწავლებლს არ აქვს უფლება, რომ რაღაც არ იცოდეს და თქო, ეს ტენდენცია იცნობთ ხოლმე, რომ მეტი დაცულობის შეგრძნება მოუგვაროთ ბავშვს, მაგრამ რამდენად სწორია ეს კი, მე მესმის, რომ მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის ალბათ რაღაც მომენტში ეს დაცულობის შეგრძნება ძალიან საგულისხმო და ხელშესახებია, თუმცა ეს ზღვარი ცოტა რთულად დასაჭერია ხოლმე და არა, განაგრძო. ერთი და ცალკე ამბავია პასუხისმგებლობის საკითხიც. ერთი მხრივ კი ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ პასუხისმგებელია კონკრეტულ ქმედებებზე, თუმცა ამასთანავე ზედმეტი პასუხისმგებლობა არ უნდა ავკიდოთ, რომელსაც ვერ გაუმკლავდება და მისთვის ეს ბუნებრივია, რომ სტრესი იქნება. ძალიან მნიშვნელოვან თემას შევეხეთ, რადგან ჩვენ როდესაც ბავშვებს ვეუბნებით, რომ შენ ყოჩაღი გოგო ხარ, ან შენ ძალიან ჭკვიანი ხარ, ჩვენ გქონია რომ ამით ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებ. ყველაზე სიმპათიური ხარ, ალბათ გოგოები ვერ იყოფენ შენ თავს სკოლაში. ესე გეუბნებოდნე? თუნდაც, აი, როდესაც ბავშვს იმაზე მეტ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ, ხო, რაც შეუძლია, რაც მის შესაძლებლობებშია. შემდეგ რა ხდება ამ ყველაფრით? თვითშეფასების ვარდნა. ხო? არასრულფასოვნების კომპლექსი ყალიბდება და ფიქრობს ბავშვი, რომ ესე იგი მე ჩემგან თუ ამას ელოდებიან და მე თუ მათ იმედს გავუცრუებ, ესე იგი მე ისეთი კარგიც არ ყოფილვარ, ხო? როგორც ისინი ამბობენ.
ამიტომ ნახეთ ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ამ დროს ბავშვები იწყებენ საკუთარი ძალების უკან დახევას, რომ აი რაღაცებს აღარ ცდილობენ, რომ ისე კარგად გააკეთონ. ჩვენ ძალიან ხშირად უფროსებს გვაშლება ხოლმე იქ, რომ იმაზე მეტად ვაქებთ, ვიდრე შესაძლებელი არის, ხო, ბავშვი. ან მაგალითად აი ხშირად არის ხოლმე რომ მამები განსაკუთრებით, როდესაც ბავშვებს, ბიჭებს მაგალითად ეთამაშებიან, ან გოგონებსაც აგებინ, ანუ უფრო მეტად ბავშვი იგებს, ხო? და მამა სულ წაგებული რჩება. ანუ ამ სიტუაციაში ჩვენ რას ვასწავლით ბავშვებს, რომ მოგება ძალიან კარგია, მოგებით უნდა გაგვიხარდეს და ანუ წაგება, ანუ თითქოს კოლბაში ვსვავთ ბავშვს, რომ ანუ წაგებას რომ მოვა მე რეალურ ცხოვრებაში და დავინახავ, რომ ყველაფერი ესე მარტივი არ არის, მე რა ვშვები. გამოცდილება ხომ ჭირდება, რომ რაღაცნაირად ესეც ჩემი გადასალახია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს წაგებაც ვასწავლოთ რაღაც დოზით და ვუთხრათ, რომ კი, შენ მოიგებ თუ წააგებ, ჩვენ მე ასე ვარ ხოლმე მაგალითად გვეუბნები ჩემს შულს, რომ დედიკო, მოვიგებთ თუ წავაგებთ, თამაში არის პროცესისთვის და არა იმისთვის, რომ კი, მნიშვნელოვანია, კარგია, რომ მოვიგოთ, მაგრამ მოგება და წაგებაც მებიარიანო, ხო არის ესეთი ფრაზა. რა თქმა უნდა, ხა мотиваცია ბავშვს უნდა კონდეს, რომ რაღაც მოიგოს, მაგრამ ეს მის პიროვნულ ნიშან-თვისებებს ხო არ უნდა უსვამდეს ხაზს, რომ თუ მოიგებ, პირობად აღარ მეყარები, ხო? პირიქით, თუ მოიგებ თუ წააგებ, რა თქმა უნდა, უპირობოდ მიყვარხარ მე. ხშირად ვაწყდები ისეთ პრობლემას, როგორიც არის ბავშვებში, როდესაც ისინი იზრდებიან ძალიან ისეთ გარემოში, სადაც მუდმივად ეუბნებიან, რომ შენ საუკეთესო ხარ, ყველაზე ლამაზი ხარ, ყველაზე კარგი ხარ, ყველაზე ჭკვიანი ხარ. ცხოვრება ასეთი იავარით მოფენილი არ არის და ყოველთვის ყველაზე კარგები, ყველაზე ლამაზები და ყველაზე ჭკვიანები არ ვართ. მე ყალიბდება ხოლმე ფსიქოლოგიური ძლიერი პრობლემები უკვე დასრულ ასაკში, როდესაც პირველად ეჩეხებიან იმას, რომ შეიძლება რაღაც სივრცეში ისინი არ არიან საუკეთესოები. და ამ დროს ძალიან დიდი დაბრკოლებები მოდის წინ და დასრულ ასაკში უფრო რთულია მათი გადალახვა, იმიტომ რომ ამით გაჯერებული ბავშვები შემდგომ უფრო იხევენ უკან იგივე პირად ცხოვრებაში, იგივე პროფესიულ განვითარების გზაზე. აი ამ ბალანსის დაჭერა მშობლებს სად გმართებს? ძალიან ცუდია თუ არასოდეს არ გვაქებენ და არასოდეს არ გვეუბნებიან, რომ კარგია რაღაც, ხო? ანუ აი ზღვარი როგორ უნდა დავიჭიროთ? რთულია, ძალიან რთულია, ჩემი განმარტებით. რთულია, მაგრამ არის უმნიშვნელოვანესი თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. ხო, ბალანსი თუ არ გვაქვს, ერთ დღესაც ჩამოგვენგრევა ყველაფერი, რადგან დაბალანსებული ცხოვრება არის ზუსტად იმ წარმატების საწინდარი, რისკენაც ყველა მივიძებთ. მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ ჩვენ ზედმეტ პასუხისმგებლობას ვიღებთ ხოლმე პირველ რიგში საკუთარ თავზე, მშობლები. და ვაკეთებთ იმაზე მეტს, რაც გვევალება, ასე ვთქვათ, ხო? ბავშვებს აღარ ვაცდით რაღაცების გაკეთებას და აღარ ვაცლით, რომ აი თავისი ხელით გააკეთოს. ეს ხომ მას თავდაჯერებას მატებს. ხო, მე თუ შენ გამიკეთე ყველაფერი, რასაკვირველია, მე აღარ დამრჩება არაფერი გასაკეთებელი. ამიტომ აი ეს ბალანსი, სწორედ იქ უნდა დავიცვათ, რომ არც მეტად გადაჭარბებული შენიშვნები ვუთხრათ. არც მეტად შევაქოთ ისე რომ იფიქროს რომ მოიეხადე და რატო ძალიან კარგად ხვდებიან იცით როგორი გულწრფელად ბავშვები ჩვენ სად ვაქებთ სამაგათოთ და სად გვეშლება ჩვენ თვითონაც. აი მაგალითად თუ ბავშვმა დახატა რაღაც ხო და ვეუბნებით რომ შენ ხარ ყველაზე მაგარი მხატვარი ხო? ეს ბავშვი ფიქრობს რომ რანაირად ვარ ყველაზე მაგარი მხატვარი ძალიან კარგად ვიცი რომ ვინ არის ყველაზე მაგარი მხატვარი ხო მაგრამ მეორე თუ ვეუბნებით რომ ვაიმე რა კარგი ფერები აგირჩევია ხო ანუ ნახეთ როგორი სხვაობა ანუ შეფასების ნაწილში ძალიან დიდი მნიშვნელობა კი ნახეთ პასუხისმგებლობა ზედმეტი ავკიდეთ პირველ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში რეალურად რაც გააკეთა ის შევუქეთ ხდებით რამ ხელა განსხვავება იმიტომ რომ მას აღარ უჩნდება უკვე სურვილი რომ ანუ კი ის ძალიან კარგი მხატვარია მაგრამ მეც ხომ მინდა რომ მასავით ვხატავდე თუ მასავით ვერ ვხატავ ესე იგი მე არ შემიძლია ხატვა და всё შეიძლება მეორედ აღარც დახატოს ამიტომ აი აქ ყველა წინადადებას და სიტყვას აქვს უმნიშვნელოვანესი როლი რომ ბავშვის ფსიქიკა გამართულად ჩამოყალიბდეს მე ბავშვიდან ძალიან კარგად მახსოვს დედა ჩემი როდის მეუბნებოდა გულწრფელად მის მოსაზრებას მიუხედავად იმისა რომ ძალიან პატარა ვიყავი ძალიან კარგად ხვდებოდი და რაღაც მომენტში ეს ნდობის ფაქტორია. შეიძლება რაღაც მომენტში გინდოდეს, იცი რომ დედასთან მიხვალ და გეტყვის რომ არაჩვეულებრივია და ეს გჭირდებოდეს და ამისთვის მივდიოდე, მაგრამ რაღაც მომენტში გინდა რეალური შეფასება. აქაც
ძალიან რთულია გავლო სწორი ზღვარი ჩემი ისევ ბალანსამდე მიდივართ ძალიან ყოველდღიურ ცხოვრება თან ეს ხო ყოველდღიურობაა და ძალიან რთულია მართალია და ძალიან სწორი მიმართულებით წაიყვანე საუბარი მე უფრო სხვა კალაპოტში მოვაქცევ ჩვენს თემას მარიამ შენის ნებართვით სპორტზე მინდა რომ გკითხოთ მე მაგალითად შენ ხო შენი მაგალითად საუბრობ მე ჩემ მაგალითად ვისაუბრებ წაგებაც და მოგებაც გარკვეულწილად სპორტმა მასწავლა მიღება მარცხის და ასევე გამარჯვების აღნიშვნა თუმცა არა იმ დოზით რომ დამარცხებული გარკვეული სახით დაამცირო არამედ და იარონ სპორტზე ამ კუთხით სწორედ მინდოდა კითხვა დამესვა წაგება რომ ნორმალურია ამას სპორტში სწავლობს ძალიან კარგად ბავშვი თუ კი ოჯახის ან გარემოცვის მხრიდან არ არის უარყოფითი ზეწოლის ობიექტი ბავშვი. წაგება რომ ნორმალურია ამას გუშინ ნახეთ ჩემპიონთა ლიგის მატჩები, კვარაცხელია მოიგო, მაგრამ ხუჩა კვარაცხელია სწაუგია ხალხო. რა, ესეთი შტაბი ხარ გუშინდელი ღამის შემდეგ. ვერცდები. ცოტა ხანი მეძინა ფეხბურთის გამო, მაგრამ მიუხედავად ამისა პოზიტიურ განწყობაზე ვარ და აი სპორტის როლი რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ბავშვის აღზრდისას, როდესაც ვეხებით წაგების მიღებასა და არ მიღებაზე, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი საკითხს შევეხეთ და ჩვენ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ბავშვებთანაც ვმუშაობთ, რადგან სპორტი არის ისეთი მნიშვნელოვანი რამ, რაც თუ სწორად არ მივაწოდეთ ბავშვს, რა თქმა უნდა, იქ ჩამოეშლება ყველაფერი და ჩვენ გვინახავს ძალიან ბევრი სპორტსმენი, ვისაც მაგალითად ეს мотиваცია, ის ნაკლებობა, ხალხისგან სტრესი, ხო, ბულინგი თუნდაც მიწასთან ასწორებს და აღარაფრის სურვილი აღარ აქვთ. ამიტომ სპორტშიც უმნიშვნელოვანესია რომ ჩვენ ვიცოდეთ რომ ეს მოგება და წაგება ხო არ არის ის რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით ხო ანუ ეს არის პროცესით სიამოვნება მე რომ ეს სპორტი როგორც რაღაც ხელოვნება ისე მაქვს და მიყვარს ხო ამის კეთება რა თქმა უნდა ეს დამარცხებებიც არის ჩემი გამარჯვება იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთო ამ ყველაფრისთვის საკუთარ თავზე ვიმუშაო ვიშრომო და ამ ყველაფერს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ოჯახში როგორ აღიქვამენ ამას, ხო? მე ძალიან ბევრ ბავშვთან მქონია შეხება, რომლებიც ამბობენ, რომ მე ეგრე ძალიან კი არ მინდა რომ მოვიგო, მაგრამ აი ვიცი რომ დედას გული ეტკინება. ან მამა საყვედურს მეტყვის, ხო? და ამიტომ ნახეთ რა ხდება ამ დროს ბავშვი არის საკუთარი თავიდან ამოსული და მშობლის თვალებით უყურებს უკვე ამ ყველაფერს. და ჩვენ რა ვშვებით ამ დროს მხარდამჭერები კი არ ვართ ბავშვებისთვის. არამედ ჩვენი გულის გასახარად გვინდა რომ მოიგონ, რომ აი მე როგორი შვილი მყავს, რომ სპორტში გაიმარჯვა, რაღაც წარმატებას მიაღწია და თითქოს საკუთარი თავიდან ამოვდივართ და ამით ბავშვებს ჩვენ დაუნებურად ვაზიანებთ, ხო? აი ვფიქრობ, რომ სოციალური ქსელები ძალიან ამძაფრებს ამ გრძნობას წარუმატებლობის შიშს, განსაკუთრებით, როდესაც უყურებ თუნდაც ინფლუენსერების ცხოვრებას, სხვა ადამიანების აი ამ ცხოვრებას, გინდება რომ შენც დაუშვათ რაც გავლენის ქვეშ შექცევი და კიდე რომ კონდეს მათნაირი ცხოვრება. ეს ერთგვარი პერფექციონიზმიც არის, ხო? ნახეთ კი, მაგრამ ამ ინფლუენსერებმა ძალიან ბევრი იწვალეს, რომ აქამდე მისულიყვნენ, ხო? უშრომელად არაფერი არ მოდის. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია რომ ბავშვებს ამაზე ვესაუბროთ და თანაც ბევრი ვესაუბროთ, რომ შრომით და იმ ყველაფრით, რისი ჩადებაც ჩვენ ამ ყველაფერში გვიწევს, აუცილებლად მივახწევთ, ეს იქნება სპორტი, ინფლუენსერობა თუ სხვა მოტანვარჯიშეობა, ხო? ანუ თავარია გულით გვინდოდეს და ამას იმიტომ კი არ ვაკეთებდე რომ დედას და მამას უნდათ. არამედ იმიტომ რომ მე თვითონ მაქვს ამის სურვილი. აი მივდივართ რაღაცა სიახლეების შიშამდე. აი ეს სიახლის შიში როგორ დავძლებთ? იმიტომ რომ ხო მართალია შეიძლება გინდოდეს ინფლუენსერობა, მაგრამ მქონდეს შიში იმისა რომ TikTok-ზე რომ განათავსო და უშუალოდ ვიდეო ვიღაცა დაგცინებს. რაც ცუდი კომენტარები წამოვა და ასე შემდეგ. აი ამ დროს ეს მედაგობა როგორ უნდა გამოვიმუშაოთ? კი ბატონო, ეს ყალიბდება ნამდვილად ბავშვობიდან. ანუ თვითკმარობა, ხო, თვითშეფასება, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ბავშვობიდან ვიცოდეთ ჩვენ რომ ჩვენი ქმედებები განსაზღვრავს მაგალითად ადამიანებისგან შეიძლება იყოს ცუდი კომენტარები, ხო, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენად არ უნდა მივიღოთ. ხო, ანუ ჩვენ რომ მაგალითად ესეთი თქმულება არის, გველი რომ მოგაწოდო გამომართმება, რა თქმა უნდა არ გამომართმევ, ხო და ასე არის ცუდი შეფასებაც. ანუ ყველაფერი შეიძლება თქვან, მაგრამ ჩვენ უნდა გქონდეს რაღაც ფილტრი, ხო, რაღაც სივრცე, სადაც იმის იქეთ ადამიანებს არ ვუშვებთ.
შეიძლება ბევრი რაღაც თქვენ ჩვენზე, მაგრამ ეს არ არის სიმართლე, ხო, არ შეესაბამება. ეს არის იმ ადამიანის აზრი, რომელსაც თვითონ შეიძლება ეს ყველაფერი აწუხებს და ჩვენზე გადმოაქვს, ხო, კვეცნობიერად. ამიტომ ამ ყველაფერზეც უნდა ვესაუბროთ ბავშვებს, რასაკვირველია და არა მხოლოდ ბავშვებს, უფროსებსაც, რომ რაც გარემოდან მოდის, ეს ყველაფერი არის არა ჩვენი, არამედ მათი დამოკიდებულება და რა თქმა უნდა, რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი აზრი და დამოკიდებულება. და ეს არ არის აპრიორი ის, რომ აუცილებლად ჭეშმარიტება. ჩვენზე არის დამოკიდებული, მივიღებთ თუ არ მივიღებთ ამ ყველაფერს. ამაზე სხვა შორის შეიძლება ჩემ მაგალითად გამახსენდა ერთ-ერთი ადამიანის კომენტარი ბავშვობაში მოვისმინე ჩემს სპორტულ ასპარეზობასთან დაკავშირებით და რატომღაც გულზე მომხვდა ძალიან ცუდად და მამაჩემის პასუხი მახსოვს რომ სისულელე არ დაუჯერო და ეს არ მოქმედებს რა ანუ მე უკვე იაზრებ რომ ყველას აზრი გასაგები ახლობლების და მნიშვნელოვანი ადამიანების აზრი უნდა გაითვალისწინო თუმცა პირველ რიგში უნდა გამოხვიდე საკუთარი პოზიციიდან გამომდინარე მე მგონია რომ მშობლების უნიშნელოვანესი როლი აღზრდაში არის ის რომ შვილს აპოვნინო საკუთარი თავი და არ აკეთო მის მაგივრად რაღაცები და არ მიიღო გადაწყვეტილებები მის მაგივრად უბრალოდ მისცე საშუალება იპოვნოს საკუთარი ამისთვის პირველი ნაბიჯი იცით რა არის მშობლის მხრიდან თვითონ იპოვოს საკუთარი თავი იმიტომ რომ ძალიან ხშირად დაკარგულები ვართ თვითონ მშობლები და შემდეგ უკვე ბავშვებში ვცდილობთ რომ განვახორციელოთ ის ყველაფერი რაც საკუთარ თავზე არ გამოგვივიდა. ამიტომ უნდა დავიწყოთ საკუთარი თავიდან, ყოველთვის ამას ვამბობთ და ახლა ზუსტად ჩვენი ორგანიზაცია ამ პროექტს ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელსაც ქვია მხოლოდ საკუთარ თავთან. და ვიწყებთ ადამიანებთან მუშაობით, არა მშობლობით, არა პედაგოგიკით, ხო? არამედ საკუთარი თავით. იმიტომ რომ ჩვენ თუ საკუთარი თავი გვყავს დაკარგული, ვერც ბავშვს მივხედავთ და ვერც ოჯახის წევრებს, ვერც სამსახურს. ამიტომ ეს არის ესეთი თითქმის საქველმოქმედო ხასიათის პროექტი, სადაც შეუძლიათ რომ ნებისმიერი რეგიონიდან, ქალაქიდან ჩაერთონ და საკუთარი თავი აღმოაჩინონ იმის გამო, რომ უფრო ჯანსაღი ფსიქიკით აღზარდონ ბავშვებიც, სამსახურშიც ასე ვინაიდან ამ თემას შევეხეთ, სულ ოდნავ გადავუხვევ ჩვენს მთავარ თემას. რა არის ეს პირველი წერტილი, რომლითაც უნდა დავიწყოთ საკუთარი თავის ძიება? საკუთარი თავის ძიება ალბათ უნდა დავიწყოთ შეჩერებით. იმიტომ რომ ძალიან ხშირად იმდენად ყოველდღიურობას აყოლილები ვართ, ტემპში ვართ, გვეჩქარება, არ ვჩერდებით. თუ არ შევჩერდით ცოტა ხნით, აი თუ თუნდაც საუბარი არ შევწყვიტეთ, ვერ ამოვხსნით იმ სიჩუმეში რა არის, აი სად არის მიყუჟული ის პრობლემა, რაც მაგალითად გვაწუხებს და ის ამომავალი წერტილი, რისგან განთავისუფლებაც გვინდა. ამიტომ შევჩერდეთ, ცოტა შორიდან სხვა რაკურსით შევხედოთ საკუთარ თავს და გავაგრძელოთ შემდეგ უკვე. პაუზა და დაფიქრება საჭირო. აი მაგაზე გამახსენდა, აი მეც მქონია ეგეთი მდგომარეობა, როდესაც რაღაცა თემები მაქვს მოსასწრები, ყველაფერი გამიკეთებია, თუმცა მაქვს შფოთი საკუთარ თავთან, რომ რატომ არ ვაკეთებ ახლა რაღაცას, რატომ ვარ ესე მშვიდად. რაღაცა ჩემი ორგანიზმი არ მაძლევს მოდუნების საშუალებას. მგონია რომ რაღაც დანაშაულს ჩავდივარ, თუ კი არაფერს ვაკეთებ. აი რასთან გვაქვს საქმე რომ შუადრეს რო წავუძინებ ხოლმე, რომ საღამოს რომ მეგვიძება თუ მაქვს ამისი დრო, მე გარკვეულწილად დანაშაული ცნობა მაქვს, რომ აი ახლა ძილის დრო იყო, მაგას შევდა რამე გეკნა, წიგნი წაიკითხა, მუშაობა. ჩვენ იმდენად არ გვიყვარს საკუთარი თავი, რამდენადაც უნდა გვიყვარდეს და ხშირად ესეთი რაღაცები თუ სჯით კიდეც, რომ აი ახლა რა დროს დასვენება, ადექი რაღაც გააკეთე. ხო, ანუ ან რაღაც სულ გვაქვს რაღაცის შიში, ან უკმაყოფილება, ანუ ამ ყველაფრით კიდევ იქ მივდი ბრუნდებით, რომ რაღაცები, ასე ვთქვათ, გველინკება, ესე ვეძახით ჩვენ თერაპიაში და ეს არის რა თქმა უნდა დასამუშავებელი, ხო? ისთვის მიდიან კონსულტაციაზე ან ფსიქოთერაპიაზე. რომ ასეთი რაღაცები იმდენად ღლით ეს ფიქრები საკუთარ თავში overthinking-ს ვეძახით, ხო? ეს ზედმეტი გადაჭარბებული ფიქრები, თუნდაც ეს აი მაშინ რო ასე გამეკეთებინა, ან მომავალში რა იქნება, იმდენად ამ ყველაფერზე ვართ გაკიდებული და გამოკიდებული, რომ ეხა ამ წუთას გვეკარგება ეს ყველაფერი, ხო? იმ შფოთში ვატარებთ ამ დროსაც. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი დამუშავდეს, რომ დღეს მე ასე რაღაცნაირად ამოსუნთქული შევხვდი ამ ყველაფერს და რაღაცნაირად უფრო
თამამად გადავდგა ნაბიჯები და ასე გულისხმობთ გიგმა უნდა გავწეროთ ჩვენი ყოველდღიური თუ აი თავარი რეკომენდაცია მაინც თქვენი რა იქნება როგორც თავარი რეკომენდაცია როგორც ფსიქოლოგის რა თქმა უნდა იქნება კონსულტაცია და ადამიანი რომელიც ამ ყველაფრის დაალაგებაში და დაგეგმარებაში დაგეხმარებათ და თუ თქვენ თვითონაც გაქვთ რაღაც კონკრეტული სტრატეგიები თუნდაც წერა არაჩვეულებრივია ამ დროს ხო თუნდაც თქვენთვის გამოყოთ დღეში 10 წუთი სადაც დაჯდებით და უბრალოდ მოусმენთ საკუთარ თავს იცით რამდენ რაღაცას აღმოვაჩენთ აი უბრალოდ აიღეთ კალამი და ფურცელი და 10 წუთი დაჯეკით და წერეთ რაც წამოგივათ აქედან ამოიღებთ უკვე ისეთ საკვანძო საკითხებს თქვენ თვითონ რომ მიხვდებით რომ აი რაში საიდან დავიწყო საერთოდ ხშირად ეს არ ვიცით ხო ადამიანებმა ძალიან ბევრი რაღაც გვაწუხებს და არც ის ვიცით საიდან უნდა დავიწყოთ ამიტომ წერა ჩემთვის ძალიან კარგია გირჩევთ ყოველთვის და ეს შეჩერება და ცოტა შორიდან შეხედვა საკუთარი ხო წერა ერთგვარი თერაპიაა ალბათ ყველას გქონია ჩანაწერები ბავშვობიდან ერთგვარი სიმშვიდის მომგვრელიც იყო ესაც თუ ვინმეს არ წაუკითხავს რა თქმა უნდა ბავშვობაში დღეურების რამდენად შევეხეთ უკვე ფსიქოლოგიაში გადავეშვით და საკმაოდ საინტერესო კითხვა იყო ანი და მადლობა ამ კითხვისთვის რთულ მომენტში მყოფი ადამიანი გარკვეულწილად გავს რომელიც არ მიდის ფსიქოლოგთან ან სპეციალისტთან არ ესაუბრება არავის გარკვეულწილად გავს უდაბნოში დარჩენილ ადამიანს რომელსაც წყლის მიმწოდებელი არ რჩება რამდენად სწორია ეს ფრაზა და რა უნდა ვქნათ თუ კი დაუშვათ ყველას არ აქვს იმის ფინანსური სახსრები რომ მივიდეს სპეციალისტთან და ამაში ფული გადაიხადოს სად უნდა წავიდეს მეგობარი იქნება ახლობელი მშობელი ვის უნდა ესაუბროს და მოკლედ აი ამაზეც ვთქვათ ძალიან არასწორი მსმენელი უფრო მეტ ქაოსს იწვევს და არასწორი მრჩეველია კი აი მსმენელზე და მრჩეველზეც საუბრობად უნდა ვთქვათ მოდით დავიწყოთ იქედან რომ ამ დროს ადამიანს სჭირდება გვერდში მდგომი პიროვნება რომელიც უპირობოდ მიიღებს არ გააკრიტიკებს და ასე ვთქვათ, ჭკუასაც არ დაარიგებს და ხშირ შემთხვევაში რასაკეთებია ხოლმე ჩვენი თუნდაც ახლო მეგობრები, რომლებსაც დახმარება უნდათ ჩვენი ვუყვებით რაღაცას და გვეუბნებთ, უი ეგ როგორ გააკეთე, ეგ არ უნდა გააკეთებინა. მოდი ახლა ესე გააკეთე. ანუ ჭკუას გვარიგებენ, თითქოს ამით გამოსავალს გვაპოვნინებენ. და თერაპია რასაკვირველია და კონსულტაცია ამას არ გულისხმობს, იმიტომ რომ ჩვენ ვუსმენთ ადამიანს და თვითონ მიდის სწორი კითხვების მეშვეობით იქამდე სადამდეც უნდა მივიდეს იმიტომ რომ ჩემი დარიგებული ჭკუა ასე ვთქვათ არის ჩემი გამოვლილი ცხოვრებიდან და ეს არის მხოლოდ ჩემი და ყველას საკუთარი გვაქვს ხო ყველას საკუთარი ტვირთი გვაქვს ასევე ნაზიდი ყველამ ძალიან კარგად ვიცით საკუთარი თავი ამიტომ უმჯობესია რომ მსგავს სიტუაციაში აუცილებლად ეყოლებათ გვერდით ისეთი ადამიანი კარგად უნდა ამას შერჩევა ხო იმიტომ რომ შეიძლება არასწორ ადამიანებს ვუზიარებს ჩვენ ხშირად ამ ყველაფერს და მე რჩებით იმედგაცრუებული ამიტომ ჯობს რომ სწორი ადამიანი მომნახოთ ჩვენს გარშემო ვინც ვიცით რომ არ გაგვაკრიტიკებს ჭკუას არ დაგვარიგებს ნუ ჭკუის დარიგება ახლა შეიძლება რაღაც 1-2 დამამშვიდებელი ფრაზა გითხრას მაგრამ არ გვეტყვის როგორ მოვიქცეთ იმიტომ რომ სადაც პრობლემა ჩნდება გვერდით არის გამოსავალი და ეს პრობლემა თუ შენშია სად არის გამოსავალი შენში ზოგჯერ ის ადამიანები რომლებიც მრჩეველის პოზიციაში ჩვენ მევაყენებთ ისინი უბრალოდ თავიანთ თავს ყვებავენ იმ მომენტში როდესაც რასაკვირველია სხვის საქმეში ყველა ოსტატია არის იმიტომ რომ ყველას თავისი აქვს დასამუშავებელი და თავისივე დასამუშავებელი ტრავმებიდან გამომდინარე შენ გეუბნება როგორ იქნება შენთვის სწორი და რეალურად ეს მისთვის არის უბრალოდ ყველა ინდივიდუალურები ვართ და უნდა ვიფიქროთ საკუთარი გადმოსახედიდან და ამიტომაც საკუთარი აზრი უპირველეს ყოვლისა არ გვეყო ჩემი აზრით დროიდან ძალიან დიდი მადლობა საინტერესო დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის კიდევ განათლების რუბრიკისთვის და კიდევ ერთხელ ამ საინტერესო თემისთვის მარია